ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას იმ დარტყმებში, რომელიც დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვარჩევთ საიდან, რომელი ქვეყნიდან, ვისგან მომდინარეობს დარტყმა, სამწუხაროა ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომელიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, NGO-ს წარმომადგენელი არ შეიძლება მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში. და მე უფრო ლოგიკური განვითარებაც ექნება ჩვენ ურთიერთობებს. ერთი მხრივ ლაპარაკობენ ხოლმე პარადოქსულია. ერთი მხრივ ლაპარაკობენ ხოლმე ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მეორე მხრივ ისინი მონაწილეობას იღებენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისგან.